სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან გამოასვენეს. მანამდე ტაძარში წირვა აღევლინა ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაღასრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. წირვის დასრულების შემდეგ სამების საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა კონსტანტინოპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ყოვლადუწმინდესი ბართლომეუს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის წესის აგების მსახურება. საქართველოს ეკლესიის მეთაურის პატივის მისაგებად სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ჩამოვიდნენ. სამების საპატრიარქო ტაძარში მათ შორის იმყოფებოდნენ უწმინდესი დანიელი, მიტროპოლიტი სოფიისა და პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა, უნეტარესი იოანე, მთავარეპისკოპოსი ტირანას, დირაქიისა და სრულიად ალბანეთისა, უნეტარესი როსტისლავი, პრეშევოს მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა, უნეტარესი ტიხონი, მთავარეპისკოპოსი სრულიად ამერიკისა და კანადისა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართა მიტროპოლიტმა შიომ. გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს აყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას და აი ამ სამგლოვიარო დღეებში ჩვენთვის დიდი ნუგეშია და სულიერი მხარდაჭერა და შეწევნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების და დელეგაციების ჩამობრძანება. ჩვენთან ბრძანდებიან ყოვლად უწმინდესი ბართლომეუს პირველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი, უწმინდესი დანიელი, მიტროპოლიტი სოფიისა და პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა, უნეტარესი იოანე, მთავარეპისკოპოსი ტირანას, დირაქიისა და სრულიად ალბანეთისა, უნეტარესი როსტისლავი, პრეშევოს მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა და უნეტარესი ტიხონი, მთავარეპისკოპოსი სრულიად ამერიკისა და კანადისა და ასევე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის სახელით ჩამობრძანებისთვის და ჩვენი ტკივილის და მწუხარების გაზიარებისთვის. თქვენო ყოვლად უწმინდესობაო, გთხოვთ მობრძანდეთ და მოგმართოთ სიტყვით და დაგლოცოთ. სამების საპატრიარქო ტაძარში სიტყვით გამოვიდა მსოფლიო პატრიარქი ყოვლად უწმინდესი ბართლომეუს პირველი. Ακαριότατη και ιερότατη εκπρόσωποι των κατά τόπους Αγίων του Θεού Εκκλησιών, Σεβασμιότατε Μητροπολίτα Σενάκη και Τσχορότσκου Κύριε Σιώ, τοποτηρητά του χειρεύσαντος Πατριαρχικού Θρόνου, πενθυφορούσα των σεβασμίων ιεραρχών της Αγιωτάτης Εκκλησίας της Γεωργίας Χωρία, εξοχότατε Κύριε Πρόεδρε της Δημοκρατίας, εξοχότατε Κύριε Πρωθυπουργέ και λοιποί εκλαμπρότατοι άρχοντες της χώρας, τιμιότατε Κύριε Μπιτσίνα Ιβανουισουβίλη, τιμιότατοι εκπρόσωποι λοιπόν χριστιανικών δογμάτων και θρησκειών, εξοχότατοι εκπρόσωποι των εντάφθα διπλωματικών αρχών,
εντιμότατε Κύριε Δήμαρχε Τυφλίδος, ευλαβέστατη κληρική παντός βαθμού και οσιότατη μοναχή και μοναχέ, ευσεβέστατε λαέ της Γεωργίας, επί νεκρό κλάψον συνιστά ο σοφός Σιράχ. Και πώς να μην κλάψομεν οδυνηρός όλοι ενώπιον της αναχωρήσεως ανδρός του ύψους, του ήθους, της περιοπής και της θεοφιλούς διαδρομής του αηδήμου Αρχιεπισκόπου Μετσχέτης και Τυφλίδος, Μητροπολίτου Βιτσβίνθας, Σουχουμίου και Απχαζίας και Καθολικού Πατριάρχου Πάσης Γεωργίας Κυρού Ηλία του Δευτέρου, η σεβασμία χωρία των Πρωθιεραρχών της Κατανατολάς Αγίας του Χριστού Ορθοδόξου Εκκλησίας, όλοι εμείς αποχωριζόμεθα ένα των οσιωτέρων, των σοφοτέρων και λαμπροτέρων αδελφών ημών. Η αγιοτάτη Εκκλησία της ιστορικής χώρας της Γεωργίας στερείται των συνετών αυτής επί ήμιση αιώνος ιακοστρόφων και αξιόθεων αρχιπίμενα. Η τιμία ιεραρχία της χώρας, τον εαυτής πολυσέβαστον πρώτον, τον πολλήν τα θεία και την ποιμαντικήν πήραν, παρά του οποίου και άπαντες έλαβον το θείον χάρισμα της αρχιεροσύνης. Έντιμη κρατικέ αρχέ των σοφών σύμβουλων εις παν έργων αγαθών και φιλογενές των πρόξενων ειρήνης και ομονίας. Ο ευσεβής γεωργιανός λαός ορφανεύει πατρός Φιλοστόργου, μέχρι τελευταίας αυτού αναπνοής αγρυπνούντος υπέρ της κατά Θεόν οικοδομής, της πνευματικής συγκροτήσεως, της κοινωνικής πρόοδου και της ευημερίας του. Η ευσεβής κληρονομία της Αγίας εις Αποστόλου Νίνας και του Αγίου Μεγαλομάρτυρος Γεωργίου στερείται του τιμίου θεματοφύλακος και του συνεπούς συνεχιστού της. Ουδής ίσως άλλος εκ των σεβασμίων καθολικών των κάτω χρόνων ετάφτισε το όνομά του με την Γεωργίαν ως εκκλησίαν, ως έθνος, ως κρατικήν υπόσταση, ως παράγοντα ειρήνης εις την περιοχή του Καυκάσου, όσον ο μακαριστός πολύφωτος Πατριάρχης Ηλίας. Αληθής στυλοβάτης τόσον της Εκκλησίας όσον και της πατρίδος του, εις τας οποίας εμέριζεν ισορρόπως την αγάπην, την αφοσίωσιν και την καθημερινήν μέριμνάν του. Αλλά θαρσείτε, αδελφοί και τέκνα, ο Πατριάρχης και πατήρ σας δεν απέθανεν, αλλά καθεύδει. Ηλίαν και θανόντα ζήν λέγω, οι γάρ δίκαιοι ζώσει και τεθνικότες. Ζή ένθα η ακύρατος λαμπιδών και μακάριε Θεέ και πάντο αναφές και αόρατον, δηλαδή ζει εις την πάμφο των βασιλείαν του Ενδριάδη Θεού, προς τιμήν του οποίου και των ομώνυμων περίλαμπρων τούτων ναών ανοίγηρεν εις την Τυφλίδα. Ζει μετά των Αγίων του έθνους του, από Νίνας της εις Αποστόλου και Κετεβάν και Ιλαρίωνος και Δαβίδ και των μυριάδων των εν Τυφλίδη Αγίων Μαρτύρων έως και Γαβριήλ Οσίου του Νέου, του συγχρόνου και φίλου του. Μη αφήσετε λοιπόν το πένθος να σας καταβάλει. Κρατήσατε και τηρήσατε μετευλαβίας τα συμβουλάς και διδασκαλίας αυτού. Τούτο θα είναι άλλωστε και το καλύτερο μνημόσυνον του.
και χαρείτε διότι τώρα ο πατήρ σας Ηλίας Πατριάρχης εις την χώραν των ζώντων δοξαζόμενος είναι πολύ ισχυρότερος από ό,τι όσον έζει ανάμεσά σας και έχων παρησίαν ενώπιον του θρόνου του Θεού σας είναι χρησιμότερος και ευεργετικότερος. Ασπαστείτε λοιπόν ευλαβώς την Αγίαν αυτού δεξιάν. Ζητήσατε την ευχήν του και αποχαιρετήσατε τον μαζί μας με ένα προθύστερον ίσως κατ' επίφασιν, αλλά όμως πλήρως αρμόζων εις αυτήν την ώραν της χαρμολύπης, μυριόστομων, βροντόφωνων, ακυρωτικών του θανάτου και χαροποιών, Χριστός Ανέστη. Αυτό η δόξα και η τιμή και η προσκύνηση και η ευχαριστία νυν και εις τους αιώνας των αιώνων. Αμήν. უნეტარესნო და უწმინდესნო ღვთისმინდა ადგილობრივი ეკლესიათა ყოვლად სამღვდელო წარმომადგენელნო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო თქვენო მაღალყოვლად უსამღვდელოესობავ შიო დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო პატივცემულო მღვდელმთავარნო თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე თქვენო აღმატებულებავ ბატონო ბიძინა ივანიშვილო თქვენო აღმატებულებავ ქვეყნის ხელისუფალნო სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულო წარმომადგენელნო თქვენო აღმატებულებავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო პატივცემულო თბილისის მერო ყოველი ხარისხის ყოვლად ღვთისმოსავნო სამღვდელონო ღირსნო ბერნო და მონაზონო ღვთისმოსავო საქართველოს ერო სტიროდე გარდაცვლილს გვარიგებს ბრძენი ზირაქი და როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით სნეობრიობის პატივისცემისა და ღვთისმოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების ნეტარხსენებული მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ ბრძენდა ბრწყინვალე ძმას საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსთავარი ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღმრთო მადლი პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში მშვიდობისა და ერთობის დესპანი ღვთისმოშიში ქართველი ერი მოაკლდა მზრუნვალ და მოსიყვარულე მამას რომელიც უკანასკნელ ამოსულთქვამდე ფხიზლობდა ღმრთისმიერი აღმშენებლობისთვის სულიერი გამტკიცებისთვის საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის წმინდა მოციქულთა სწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღვთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს შესაძლოა განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსაგან ვერავინ ისე ვერ გაიგივა თავისი სახელი საქართველოსთან ეკლესიასთან ერთან სახელმწიფოებრიობასთან კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად
როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ. ჭეშმარიტი სვეტის სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას. ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე და უმანკოება სახარებისეულის სიტყვების მიხედვით, რომელიც გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში. იწვრთნებოდა ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნეღვთის საიდუმლოთა. მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სახარებისეული ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო ღმერთმა ადრევე არწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა. ნეტარხსენებული პატრიარქ დავით მეხუთის მემკვიდრედ. განაბწყინა მან მისი წმინდა სამღვდელმთავრო ომოფორი 63 წლის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო ტახტი 59 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 151 საჭედპრობელმა. არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არც ერთი სფერო, სადაც მას მისი პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობის მყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი, ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების, გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში და ასევე ხუროთმოძღვრობაში, მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმინდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმინდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე. ღმერთმა იგი ღირსი გახადა, რომ 1990 წლის 4 მარტს ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით მსოფლიო საპატრიარქოსგან ერთადერთისგან, რომელსაც წმინდა კანონებიდან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. და ასევე იმავე თვისა და წლის 30 რიცხვში ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში წყემსთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს ოფიციალურად მიიღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩვენ მიერ, როგორც იმჟამად ქალკედონის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა ხელმოწერით დავადასტურეთ ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი. ასევე ღმერთმა ღირსყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში. სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთა მღელვარებების გარეშე და საძირკვლიდან აღედგინა იგი სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო და თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სოციალური ქველმოქმედება და კაცნოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება, ან ძველთა საძირკველიდან აღდგენა, ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესია შორისი, ქრისტიანთ შორისი
და რელიგიათ შორისი ურთიერთობები და დიალოგები, განხეთქილებისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა, შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნული ცხოვრების ჯგუფებს შორის, ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა და გამტკიცება კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომლებშიც პატრიარქ ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა. და ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არ ძალაუფლებით, არამედ ყოვლის მკრობელი უფლის სულით. ზაქარია წინასწარმეტყველი მეოთხე თავის მეექვსე მუხლი, რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას, კრძალულებით, თამდაბლური სულითა და მადლიერებით. ამის გამო ღირსეულად დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი, კეთილი მწყემსი, რომელიც ყოველდღიურად თავგანწირვით იღვწოდა თავისი სამწყსოსათვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე როგორც მცირედ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან. ღირსია მუშაკი, რომ მას პატივი მიეგოს, პირველი ტიმოთე მეხუთე თავის მე-18 მუხლი. ვინახავთ კეთილმოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს სასიამოვნოდ ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას, მართლმადიდებელ მწყემსთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელთაც ჩვენ სათანადო წესით პერიოდულად ვიწევდით, განსაკუთრებით კი 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც ფანარში მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა, ისევე როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები. მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიოს საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული სრულად იქნა დაფასებული. მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე მრავალი ცრემლის მომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოსულიყავით, რათა შეგვეერთებინათ ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი და პატივცემული ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე. გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზია ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია ვამბობ, რამე თუ მართალნი მკვდარნი ცოცხლობენ. იგი ცოცხლობს იქ, სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილველნი და ყოველივე წმინდა და უხილავი არის. ესე იგი ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის საპატივცემულოდ თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ 100,000 მოწამესთან ერთად, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს ახალ გაბრიელ სალოსამდე. მაშასადამე ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები.
სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. და გიხაროდეთ, რამე თუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქ ილია მეორე ცოცხალთა სამანეშია განდიდებული. იმაზეთ უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენ შორის იყო და აქვს მას კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მას მოწიწებით იამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა ერთი შეხედვით ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ წუხარებაში სიხარულით სრულად შესაფერისია. მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმახარებელი და სიხარულის ხმით სავსე ქრისტე აღდგა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება. ამინ. თქვენო ყოვლად უწმინდესობაო, შეუძლებელია რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა. და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის შესახებ და პატივისცემის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი. აი თქვენ სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. და რა თქმა უნდა ამ თქვენ დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. თქვენო ყოვლად უწმინდესობაო, ბართლომეოს მთავარეპისკოპოსო კონსტანტინოპოლისა, აღლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქო, უწმინდესო დანიელ მიტროპოლიტო სოფიისა და პატრიარქო სრულიად ბულგარეთისა, უნეტარესო იოანე მთავარეპისკოპოსო ტირანასი, დირაქიისა და სრულიად ალბანეთისა, უნეტარესო როსტისლავ პრეშევოს მთავარეპისკოპოსო მიტროპოლიტო ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა, უნეტარესო ტიხონ მთავარეპისკოპოსო სრულიად ამერიკისა და კანადისა, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენო აღმატებულებავ ბატონო მართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე, თქვენო აღმატებულებავ ბატონო დედაქალაქის მერო, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელნო, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელნო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელნო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო, ბეუფენო, მღვდელმთავარნო, პატიოსანნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დიდია ჩვენი მწუხარება და გულის ტკივილი, ძიმე განსაცდელმა გააერთიანა დღეს სრულიად საქართველო. ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღსარებლობის მქონენი, დაობლებულნი, შვილებრივი სიყვარულით მუხს ვიყრით და უდიდეს მადლობას წირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს, ბიცა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია მეორეს. იგი დააკლდა არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს საქრისტიანოს და საერთოდ მსოფლიოს. მაგრამ ამ ძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები. მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსაც წმედეს ჩემი, მოგა თუ კვდეს, ცხონდესვე. ამიტომაც ღვთისადმი სასოებით განვიმტკიცებთ გულსა და გვწამს, რომ მისი უწმინდესობა
აგრძელებს რა სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით ფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა. გვჯერა ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი. 59 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსასწრებს გადაარჩინა. როგორც ბრძანებს მოციქული პავლე, ღვაწლი კეთილი მოიღვაწა, სრბა აღასრულა, სარწმუნოება დაიმარხა. მთელი მისი ამ ქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა, შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს. ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა. მოგეხსენებათ, მან როგორც პირველ იერარქმა მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო. ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული ეკლესია. მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო მხოლოდ 7 ეპარქია. ყავდა 80-მდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია და სამლოცველო. დღეს გვაქვს 59 ეპარქია, მათ შორის 7 საზღვარგარეთ. ყავს 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია მონასტერი. მისი მოღვაწეობის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული ტაძარი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით წმინდანად შეირაცხა არაერთი საეკლესიო და საერო მოღვაწე. გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია სემინარიები, ასევე 4 სხვა სემინარია. ამოქმედდა საეკლესიო სკოლა გიმნაზიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო, აღორძინდა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული საეკლესიო გალობა და აღდგა საეკლესიო ხელოვნების პრაქტიკულად ყველა დარგი. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ძალისხმევით მოხდა უძველესი დროიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარება სოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც შემდეგ დაამოწმა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ. უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დააწესა 7 გზის ლოცვები, რასაც იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს ლოცვით აერთიანებდა ჩვენს ერს. პატრიარქმა იტვირთა ნათლობა ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვისა, რითაც შეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. დღეს მისი ნათლულების რიცხვი 50,000 აჭარბებს. არაფერს ვამბობთ მრავალ სხვა საქველმოქმედო, მისიონერულ, სამეცნიერო თუ საგამომცემლო საქმიანობაზე. ასე შეიქმნა გაძლიერებული, ახშენებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მას არაერთხელ აქვს გაცხადებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. მოგეხსენებათ, აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს პატრიარქების კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის და ღვაწლის გამორჩეულ გამგზელებლად იქცა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. არ არის შემთხვევითი, რომ დაკრძალვის დღე წმინდა იოანე სინელის სათნოებათა კიბის აღმწერლის ხსენებას ემთხვევა. ამ სათნოებათა საფეხურებზე ამაღლებით მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა უმთავრესი სათნოება, სიყვარული. სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, რასაც იგი უშურველად გასცემდა. და აი შედეგიც
ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა. 4 დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი. ეს პირველ რიგში არის მადლიერება ღვთისადმი, რომ ჩვენ ასეთი წყემსთავარი მოგვივლინა. მადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს. განსაკუთრებული მადლობა დღეს ამ ტაძრის გარეთ მდგარ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყვნენ და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდნენ. თქვენო უწმიდესობაო და უნეტარესობაო, ილია მეორე, გთხოვთ დალოცეთ ჩვენი ერი, თქვენი სამცხსო, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო. და ბოლოს ჩვენს პატრიარქთან მიმართებით მინდა გავიმეორო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალების გამო თქმული. მართალია ჩვენ დაგვტოვე ამ ქვეყნად. განიხარე და იშვებდე უფალში მარადის. ამინ. თქვენო მაღალყოვლად უსამართლოებსო სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევნება მომეცით მადლობა მოგახსენოთ ამ სიტყვისთვის. სამების საპატრიარქო ტაძარში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. თითოეული გამომსვლელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე საუბრობდა. ნება მომეცით, რომ გამოვხატო უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მთელი ქართველი ერის მიმართ. ამ დღეების განმავლობაში, როგორც ეს მისმა მაღალყოვლად უსამართლოებსობამ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ ბრძანა მთელი ქართველი ერი ფეხზე დგას და გაერთიანებულია პატრიარქის მიმართ პატივისცემის მოწიწებისა და სიყვარულის გამოხატვაში. ამან არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მადლიერებით არ აგვავსოს ჩვენ ყველა და თუ კი შეიძლება რაიმე ნუგეში არსებობდეს ამ პირობებში, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი გარდაიცვალა, პიროვნება, რომელსაც განსაკუთრებული და უდიდესი ღვაწლი აქვს მთელი საქართველოს და მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს დიდი სიყვარულის გამოვლინება, რაც ქართულ ხალხში შეიმჩნევა, არის უდიდესი ნუგეში ყველა ჩვენგანისთვის. მინდა უდიდესი მადლობა მოვახსენო საქართველოს მთავრობას, საქართველოს ხელისუფლებას და სრულიად საქართველოს. მოვახსენო მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, მოსაყდრეს, მაღალყოვლად უსამართლო შიოს, სამღვდელო პირებს და მთელ ქართველ ერს. ეს ერთიანობა, რაც პატრიარქთან დამოკიდებულებაში ვლინდება, რა თქმა უნდა, აგვავსებს უდიდესი პატივისცემით ყოველი თქვენგანისადმი. უღრმესი მადლობა აქ მობრძანებისთვის, ეს უღრმესი მადლობა და მადლიერება ეკუთვნის უწმინდეს პატრიარქებს, წმინდა მღვდელმთავრებს, რომლებიც ჩამობრძანდნენ საქართველოში, რომ პატივი მიაგონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს. დღეს აქ ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი აღორძინების, ერის სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოა, საქართველოს ქედციხრის თავისი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უკვდავი სულის წინაშე. დღეს ჩვენ თვალს უსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია უწოდოთ პატრიარქის საქართველო. თქვენო უწმინდესობავ, თქვენმა მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთმთლიანობად შეკრა. სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოვების მადლს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი,
როცა ირგვლივ სასოწარკვეთ აისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა ვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი ჟამსაც კი გამოსავალი უფლის წმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია. განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული, სულიერი ენერგიაა. თქვენ იყავით და კვლავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ზალა დღეს თქვენი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მზაფრად შევიგზენით. ამ დუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში ღვთისის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა. პატრიარქის საქართველო, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ. როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის, ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამ ქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით. კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება, სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო. ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, ცდება ჩვეულებრივ ტკივილს და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ მდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარსულა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით. მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი საწყსო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით, ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ამ დღეებში ყველამ ცხადად ვიხილეთ. ჩვენ ვართ პატრიარქის თაობა, ჩვენ ვართ იმ უნიკალური მოვლენის მოწმენი, როდესაც მთელი ერი ერთი ადამიანით არის სულიერად დაკავშირებული. როდესაც საქართველოს ყველა მოქმედი სასულიერო პირი მისი ლოცვა კურთხევით არის ხელდასხმული და საქართველოს ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მისი ლოცვა კურთხევით მონათლული. ჩვენი 2000 წლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი. უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწყოსთან, ხოლო აწყო მომავალთან დააკავშირა. და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო, იმიტომ რომ იცოდა მთავარი. დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა. უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს, თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე, სიყვარულზე. ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი, მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა, შინაურიც და უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც. მან შეძლო შეუძლებელი, როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი. დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დაუბრუნეთ. სწორედ ეს იყო მისი მთავარი ოცნება, ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი. მან ეს შეძლო და სწორედ ასე წარსულა უფლის წინაშე, პირნათელი და მადმოსილი. ეს ვარ ჩვენ, მისი თაობა,
რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად. ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენ შემდეგ გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი. დიდხარ შენ უფალო და საკვირველარიან საქმენი შენი. საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება, მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო. უსამძიმრებს სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილი სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. მე მშვიდობები ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალშემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის გამტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელსაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღოდა. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასე დროს პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები. წინაპართაგან წავიდა ყველა. ამ დროს შეუძლებელი არ დაგეუფლოს დაუბლების ძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოსთან ლოცვით გააძლიერებს ჩვენ სამშობლოს და ჩვენს დედა ეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, ახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან. გაშალა ველი ელმანიამა და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორც მოხუცი მამა ულის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდეს და უნეტარეს ისი მოღვაწეობისთვის, ისი უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო. ნება მომეცით, რომ განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერებით მივესალმო მართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სრულიად საქართველო მიცის იმის შესახებ, რომ კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა უნეტარესის ილია მეორის უდიდესი სურვილი იყო, რომ საუკუნეთა და ათასწლეულთა გასაყარზე თბილისში აშენებულიყო საკათედრო ტაძარი, რომელიც იქნებოდა გამოხატულება მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციებისა და კულტურისა. პატრიარქის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განმახორციელებელი და სულის ჩამდგმელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მთელ ქართულ ხალხთან ერთად და ღვთისნებით და უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი ლოცვით შესაძლებელი გახდა სამების საკათედრო ტაძრის აშენება. ამიტომ მტკიცე საფუძველი მაქვს იმისა, რომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიწვიო
და ვთხოვო რამდენიმე სიტყვა წარმოთქვას, როგორც საქართველოს მართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარემ და როგორც უწმინდესი პატრიარქის ეპოქალური მნიშვნელობის პროექტის საკათედრო ტაძრის მთავარი ქტიტორი. ბატონო ბიძინა, დიდი პატივისცემით გთხოვთ. ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და ხელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას. დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს ყველა ქართველი მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენთანისთვის საერთოა. დღეს ყველა დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლილი კვალი დატოვა. სრულიად საქართველოს ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ გავს. არნახულად ღრმა, მზაფრი და ტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას. ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება. პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორე დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას მის მომავალს დაუკავშირდეს. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით თავათერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს. თუ არა უფლის ნება, სხვაგანად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი ერი გააცოცხლა. თუ არა უფლის ნება, სხვაგანად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნის და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება. მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან. ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ სანამ მათი იდეალების ერთგულნი რჩებით. უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვნეს ღმერთი. დაებრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს პატრიარქის სიტყვად იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავს საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ. უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა. გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა. ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას. მილიონობით ქართველი დუმარედ ხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ დუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც
ვტოვებთ. ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად ხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულიერ შვილებად. მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე გარდაცვალებას საკუთარი სამწყსოს ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა. უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის. ახლაც, როგორც მაშინ, ეპოქა გათავდა დიდი. სამების საპატრიარქო ტაძარში დღესაც ისევე როგორც გუშინ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაური სიონის საპატრიარქო ტაძარში მსვლელობით გადაასვენეს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თითეული ქართველის პატრიარქი იყო. მისადმი სიყვარული ყველას განსაკუთრებული ჰქონდა და პიროვნული სიყვარული ჰქონდა, რომელსაც ვერავინ ვერ აღწევთ რა იყო. პირადად ჩემთვის, ჩემი ოჯახის ორი წევრის, ჩემი შვილების ნათლიაა და ეს საოცარი გზა იყო კიდე ავლაბრის მეტროდან სამებამდე. ყველა პატრიარქისთან მოდიოდა მთელი სულითა და გულით. და ირგვლივ ისეთ საუბრობდნენ სითფოთით, სიყვარულით, ზრუნვით და ეს არის პატრიარქის დამსახურება. ეს არის იმ სიტყვების დამსახურება, რომელსაც ჩვენ მუდმივად გვეუბნებოდა, გლოცავდა, თუ აქამდე ვერ ხვდებოდით, აწი მიმხვდარიყავით და ყველაზე უმთავრესი სიტყვა, რასაც ის ამბობდა, რომ იყო ყველაფრის სარძიკველი, იყო სიყვარული და ეს შეგვძლებოდეს და როცა ამას შევძლებთ, ყველაფერი კარგად იქნება, ერშიც, ბერშიც და საზოგადოებაშიც. ეს არის დიდი ტკივილი, რამაც გააერთიანა მთელი ერი, მთელი ქართველი ხალხი, ქრისტიანები. რა ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, ესეთი ტკივილი არის და ისე იმდიდო დღეს აქ ყოფილიყავი და მოვახერხე, მადლობა უფალს, რომ შევძელი პატრიარქს დამშვიდობებოდი. ფეხით მსვლელობისას ისმოდა შეძახილები, პატრიარქო გვიყვარხარ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უკანასკნელ გზაზე ტაშით ვარდებითა და ამ შეძახილებით გააცილეს. წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, მრევლის წევრები და რიგითი მოქალაქეები საქართველოს ეკლესიის მეთაურს თბილად იხსენებდნენ. აი ამ ყველაფერმა ერთ მის ხასიათსა და მის სიყვარულ სარწმუნოებას დასტურად დაუდგა ერთმა ღვთისმორწმუნე და ლოცველმა ადამიანმა დაიდია მთელი ქვეყანა და მთელმა ხალხმა ქვეყანა მადლიერება და სიყვარული დაუბრუნა იმ გამოხატულებით, რაც ამ დღეებში ხდება. არავის არ შეწუხებულა, ყველა დიდი და პატარა იდგა ერთი მხოლოდ სურვილით, დგომით და ერთი წამით, თვალის შევლებით მადლობა გადაეხადა პატრიარქისთვის. დიდი გუმბერაზე ადამიანი შევიძინეთ მცველად და ფარველად. ქართველი ერი დღეს ემშვიდობდება ჩვენ სულიერ მამას, უწმინდესა და უნეტარეს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მოგეხსენებათ, რომ ძალზე დიდი იყო მისი ღვაწლი ქვეყნის და ეკლესიის წინაშე. ეს იყო პიროვნება, რომელმაც თავისი ხელწერა, ესე ვთქვათ, დასტოვა ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ისტორიაში და დღეს დღევანდელ დღეს წინა დღეებში ეს გამოხატულება ძალიან მკაფიო იყო და ეს ქართველმა ერმა აი თავისი სიმრავლით, თავისი ცრემლით, თავისი სიყვარულით უკანასკნელ გზაზე გააცილა ჩვენი კათოლიკოსი, ჩვენი ძვირფასი ადამიანი, ჩვენი მაკურთხეველი და ჩვენ პატივს მივაგებთ ყოველთვის მის ხსოვნას და ღმერთმა აკურთხოს და შეიწიროს მისი საქმე. ყველანი ხედავთ, რომ განსაკუთრებული
დღეებია ისეთი როგორიც ვფიქრობ არასოდეს ყოფილა საქართველოს ყოველ შემთხვევაში უახლეს ისტორიაში და ალბათ აღარც იქნება. და ის რაც ხდება დღეს ვფიქრობ ყველას გვაყენებს დიდი პასუხისგებლობის წინაშე რომ ვიყოთ ისეთები როგორიც ჩვენს ერის მამას სურდა. მშვიდნი, თავდაბალნი და ვეცადოთ რომ მისი სიტყვა შევასრულოთ, გავითვალისწინოთ, შესაბამისად ვიცხოვროთ და შეუერთდეთ იმ დიდებულ ადამიანების დას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იკრიბებოდნენ ზეციურ საქართველოში. შეგვეციოს ჩვენი პატრიარქის ლოცვა. საოცარი დღეა, რაც მისმა უწმინდესობამ რომ გვასწავლა ჩემი ცხოვრება გავსო მზიან ღამის. ეს მზიანი ღამე დღეს გათენდა. საოცარია ნამდვილად, რამე თუ აი ესეთი ლოცვა არის წირვის დროს. აღხვსება სულისა წმინდისა. ეს იყო ადამიანი, რომელიც აი ეს აღხვსებული იყო სული წმინდის მადლით და მრავალ მხრივ გამომჟღავნდებოდა ხოლმე ეს სიბრძნეში, სიყვარულში, თამდაბლობაში, ყველა სათნოებაში. და არა აი ეს აღხვსება მე მთელ საქართველოს გვასწავლა და აი დღევანდელი დღეს ესეა აღხვსება ამ მადლის, ამ სიკეთის, ამ ყველაფრის და თუ აი ამ ყველაფერს დავიცავთ, რაც უწმინდესმა გვასწავლა, მაშინ გადავრჩებით, როგორც მან გვასწავლა, რომ უფალო დიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გაამთლიანი საქართველო. ნამდვილად გაერთიანდება და გადარჩება ჩვენი საქართველო და ეს ძალა დაგვიბრუნებს აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც. ღმერთმა დაგლოცოთ. ხდება ეს ბოლო დღეები ყველა აფასებს როგორც უპრეცედენტო მოვლენა. სიყვარულის გამოხატულება, მადლიერების გამოხატულება, გაერთიანება. მისი უწმინდესობა ამბობდა, რომ ისე არ წავალ, სანამ არ გავაერთიანებ საქართველოსა და ქვეყანას არ ვნახავდა. ამაზე მეტი გაერთიანება არ შეიძლება არსებობდეს. მე ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ძალიან აკრიტიკებდნენ მას და მოდიოდნენ და ქეციხლებდნენ, ანუ მათაც მისცა საშუალება რომ შენდება მიეცა. მაგრამ ამ წუთას კიდე სხვა რამ ხდება. თუ წინა დღეები იყო რაღაცა სიხარულით, მოდიოდნენ თითქოს ხმაურით, ახლა არის დუმილი, აი გარინდებულია 10,000-ობით ადამიანი და რაღაცნაირად აი სევდანარევი რაღაცა სიღრმისეული დუმილით აცილებს თავის პატრიარქს და მე ეს დღეები ვნახე ხილული სასწაული. ამაზე მეტი ხილული სასწაული არ ვიცი რა უნდა არსებობდეს. აი ეს ყოფილა პატრიარქი და მე ვფიქრობ რომ ჩვენ აქამდე ვიცნობდით პატრიარქ ილია მეორეს ცოცხალს და ახლა იწყება ეტაპი როცა გავიგებთ ილია მეორეს მეორე ცოცხლეს და მე მგონი რომ ჯერ წინ გვაქვს მისი სიდიადის შეცნობის პერიოდი და მადლობა და სიყვარული მას მარადიულად. მსვლელობის მონაწილეები საპატრიარქო რეზიდენციასთან შეჩერდნენ. მადლობა ყველაფრისთვის პატრიარქო გულყარხარ. ამ შეძახილებით დახვდნენ საპატრიარქოსთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. რაც ითქვათ მის უწმინდესობას ეკუთვნოდა ის ითქვა ჩვენმა ქვეყანამ გამოხატა რომელთაც დამწუხრებული ვარ დღევანდელი დღის, მაგრამ ასევე ბედნიერებიც ვართ რომ ისევ გააერთიანა ჩვენმა უწმინდესმა ქვეყანა და კადრები თავის მეტყველებს და ეს არის მოვლენა რომელიც ალბათ რაღაც საუკუნეებში შეიძლება არ განმეორდეს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ალბათ იშვიათი მოვლენა არის და შევთხო მის უწმინდესობას რომ ზეციერი საქართველოდან ისევ მეუღბეყოს ჩვენც ვეცდებით რომ მისი დანატოვარი და მისი სურვილები ჩვენ წილად ავასრულოთ და გავითიანმაც ალბათ უფრო მეტი შემართებით და უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გააძლიეროს ის მუშაობა და ის ძალისხმევა რომელიც ჩვენში ჩადო და ვეცდებით რომ ეს ერთ-ერთად კიდე გამოვამჟღავნოთ. ერთმა გვიცხადო ჩვენი წინდეს. ეს სრულად საქართველოს გლობალურიზა ყველა მართლმადიდებელი არის. ჩემთვის როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ადამიანისთვის ძალიან რთული დღეები იყო. უმეტესობასაც პატრიარქის ლოცვით და კურთხევით
ხშირად გამგზავრებულად შეჯიბრზე და რა ერთი გამარჯვებია ჩვენ ქართულ სპორტსმენებს და დიდი მადლობა ჩვენს უწმინდეს ყველა იმ ღვაწლისთვისაც მას თავის საქართველოსთვის და მართლმადიდებელი ადამიანების ერისთვის გააკეთა. კიდევ ერთხელ უთანაგზო სრულიად საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ ზეციური საქართველოსთან ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სოცოყურთხევა ძალა და მადლი არ მოახდება ჩვენს საქართველოს. ჩვენ ახლა საკმაოდ ემოციურ კადრებს უყურებთ და მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ასეთი საქართველოს დიდი ხანია კი არა და ალბათ არ გვინახავს. ნუ პრინციპში გვინახავს, როცა იყო ის ერთიანობა და უშო 9 აპრილის დროს, როცა საქართველოს გაერთიანდა და ახლა რაღაც აი ესეთი ერთობა არის, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც აი ეს პროცესიას მოყვებოდა და ზოგი იდგა და ისე უყურებდა, აი ამ წუთამდე ფეხი არ მოუწვია და ისევ აქ დგას, ისევ თავის ადგილას დგას და პატრის მიაგებს პატრიარქის ხსოვნას. თურმე იმხელა იმედი მქონია, იმხელა სიყვარული აქვს დათესილი, რომ მე არ ვიცი, ესეთი გაბრწყინებული საქართველოს თავის გლოვასთან ერთად, ესეთი ხმა შეწყობილი, ესეთი მოსიყვარულე, ნუ ეს არის უდიდესი ნუგეში. აი ნუგეშის მომცემია ყველასთვის ალბათ და მით უმეტეს ვინც რწმენაშიც გაძლიერებულია ხო თავისთავად. არ ვიცი, მადლობა უფალს რომ ყავდა ისეთი როგორიც ყავდა და გვიყვარხარ პატრიარქო. ძალიან დაგწყვეტა გური და გარდაცვალების მერეც მისი იმედი გვაქვს როგორც სიცოცხლეშივე. მაგიტომ დგევართ აქ რომ ვაცილებთ ბოლო გზაზე და ყოველთვის ალბათ მისი იმედი უნდა გქონდეს გარდაცვალების მერეც ამას მინდა გავუსვა ხაზი. ობლად მგონია რომ ობლად ვარ დარჩენილი, მარტო მე არა, ალბათ ყველა. მგონია რომ ყველას ვალდებულება იყო, რა ვიცი, გული მაქვს გაგლეჯვას. არ ვიცი. ბოდიში ვერაფერს ისეც ვერ ვიტყვი, გარდა სიყვარულისა და ბოდიში და გვიყვარხარ პატრიარქო. სრულელობის დასრულების შემდეგ სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მეუფეშიომ და მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ. ყოვლად სამღვდელონო, დემთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, აი დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთ შესალაკს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის მამის კათოლიკოს პატრიარქ ილიას ნეშტი. განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი, ყველამ ვიცით ჩვენ. აქ დაიწყო მისი 59 წლიანი საპატრიარქო მოწამებრივი სამოციქულო შეიძლება ითქვას ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა და რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას, იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივით და მისი ღვაწლით. აი ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრისადმი, საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება დაკრძალული იყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში. დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა მე მგონი რაღაცა ვთქვათ, ბოლოს გამოხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ, შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას. ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა. ასე რომ დღეს ბევრის თქმა გვინდა, მაგრამ ჩვენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა მოვილაპარაკეთ, რომ სიტყვა მივცეთ ქიროტონიით უხუცეს მღვდელმთავარს, მანგლისის და თეთრი წყაროს მიტროპოლიტს ანანიას. ძვირფასო მეუფე, გითხარით თქვენი სიტყვა უწმინდესის ღვაწლზე და გამოხატეთ ყოველი ჩვენგანის მაგივრად ეს დიდი სიყვარული და გრძნობა. დღეს მწუხარი არის ჩვენი სული
ჩვენი ერი, როგორც ეს ვიხილეთ ამ დღეებში, გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას. ამასთანავე ამ მძიმე დღეებში ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვამხნევებს და მოციქულიც ამბობს: რაკი სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ბრძანებს მოციქული პავლე და იქვე ნაბრძანები გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე სასუებას. სასუება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს, რადგანაც ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი. განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი ჰქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგანაც მან აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია. განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი 1000-წლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე. თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი. ეს იყო ძალზე მიზანდასახული. ის წინასწარ მოფიქრებულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალ წარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას. მე მსურსო, ბრძანებდა ის, გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია. მას სჯეროდა, რომ მის სამწყსოს ერს, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო ქრისტეს ნათელი, უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის მძიმე ფარდით. მართლაც მისი განუზომელი შრომით ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა, ამ მხრივ მისი ღვაწლი არის სამოციქულო. მრავალჯერ ითქვა მისმა უწმინდესობამ ამ 59 წლის წინ ჩაიბარა დამცრობილი ეკლესია და ახლა ხედავთ მისი მმართველობის შედეგად გაძლიერებულს, როგორც ფსალმუნებიშია ნათქვამი ვითარცა ორბისა, განახლდა სიჭაბუკე მისი. ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, თქვენ უწმინდესობაო, გაგიშლიათ არწივის ფრთები და თქვენს ფრთებთან ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს ერს, ყველა მართლმადიდებელს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ყველა მოქალაქეს, დიდსა და მცირეს, ქვეყნის მმართველებს, რიგით მუშაკებს, რომელთა ლოცვა ახლოს არის უფალ ღმერთთან. თქვენ იკრებთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, სამშობლოს მცველ ჯარისკაცებს, ახალ თაობას, იმედსა და მომავალს ერისა, თქვენ ჭეშმარიტად ბრძანდებით მამა სამშობლოისა. რამდენი ახალი ეკლესია, მონასტერი, საეპისკოპოსო შემატეთ უფლის სამწყსოს, რამდენი წინაპართა მიერ წამოწყებული, მაგრამ ამჟამად დავიწყებული საქმე განაახლეთ, რამდენი სიკეთის მიზეზად იქცა თქვენი სიტყვა და ზრახვა. ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წირხვედრი ვერის, ანუ სრულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ასევე თქვენი ლოცვით და შრომით დაგვირგვინდა თითქმის თანაფარდი ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწიწებითი გამოხატულება წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით.
რომელიც არის და იქნება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომელთაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა. ჩვენ გლოვობ და ვწუხართ, რომ ამჟამად ვდგევართ სიონის ტაძარში, იმ ადგილზე, სადაც განისვენებენ ჩვენი უდიდესი პატრიარქები, თავდადებული მოღვაწეები, როგორც ილია მართალი ამბობდა, მსგავსი უდიდესი მოღვაწეების მიმართ, განისვენეთ მშვიდად მათ გვერდით, თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი, საუკუნო იყრავ, ხსენება შენი ღირსო ნატარებისაო, უწმინდესო პატრიარქო ჩვენო, ამინ. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პატივის მისაგებად ხალხის ნაკადი სამების საპატრიარქო ტაძარში არ შემწყდარა ამ დღეების განმავლობაში. მოქალაქეები ოჯახებით, ბავშვებით მიემართებოდნენ სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა პატივი მიეგოთ საქართველოს ეკლესიის მეთაურისთვის. უამინდობის მიუხედავად ადამიანები რიგში იდგნენ და მდუმარედ ელოდებოდნენ სამების ტაძარში შესვლას. აქ მუდმივად ისმოდა ფრაზა: პატრიარქმა გაგვაერთიანა მთელი საქართველო.